გამარჯობა მეგობრებო, ამ ვიდეოს მიზანს წარმოადგენს ის, რომ გაჩვენოთ Excel-ში არ არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ დავამუშავოთ მონაცემები ან შევქმნათ სხვადასხვა ხერხები ავტომატიზაციისათვის, არამედ შესაძლებელი არის სხვადასხვა პატარა პროგრამების შექმნა, როგორცაც ახლა გაჩვენებთ და პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ის, რომ Excel-ში თავისუფლად არის შესაძლებელი ვიმუშაოთ Visual Basic-ის პროგრამირების ენით. ეს არის ჩვენი პატარა პროგრამა, რომელსაც ქვია Gaming House-ი. როდესაც მას გავხსნით, ამოგვივარდება ავტომატური შეტყობინება, რომ პროგრამის დასაწყებად პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ ღილაკის start day, რომ დავიწყოთ დღე ჩვენი პროგრამის გახსნიდან. როგორც კი დავაჭირეთ start day-ს, ვხედავთ საათს, რომ ამოვარდა ავტომატური საათი. თავარია ერთხელ დავაწვეთ პროგრამის ჩართვისას და მეტი აღარ არის საჭირო. კარგი, ეს პროგრამა პირველ რიგში შეიქმნა Gaming House-ისთვის, რომელიც არის სტარტაპი და დასჭირდათ ეს პროგრამა ადმინისტრატორისათვის, რადგან მიიღო კლიენტები და მათ ჰქონდათ მხოლოდ ბილიარდის რუმი, PlayStation-ის პირველი, მეორე და მესამე რუმები. შესაბამისად, ამ პატარა პროგრამით, რომელიც Excel-ში აიწყო, კომპანიამ დაზოგა ძალიან დიდი ბიუჯეტი ამით, რადგან პროგრამის აწყობა სხვა ენებით, სხვა პროგრამებში იქნებოდა ბევრად დიდ თანხებში, შესაბამისად, Excel-ში პატარა სტარტაპ პროგრამის აწყობამ მათ ძალიან დიდი თანხები დააზოგინა. და მოდი ნახოთ, როგორ მუშაობს ჩვენი პროგრამა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ პროგრამა ჩართულია, საათი ავტომატურად გვიჩვენებს სწორ დროს და ასევე გვაქვს სხვადასხვა რუმები. 4 სხვადასხვა რუმი გვაქვს Gaming House-ში. და ამ თითოეულ რუმთან გვაქვს 3 ღილაკი. ეს არის Start, End და Order. როდესაც დავაწვევით Starts, ამოაგდებს დღევანდელ თარიღს და ზუსტად იმ მომენტს, როცა კლიენტი მოვიდა და შევიდა, ასე ვთქვათ, ბილიარდის ოთახში. და ესეთი პატარა ფანჯარა გვაქვს ჩამოსაშლელი სიით, სადაც შეგვიძლია მოვნიშნოთ, თუ კლიენტს სურს რაღაც კონკრეტული დროით შევიდეს ბილიარდის ოთახში, მაგალითად 1 საათით, აქ მოვნიშნოთ ამ დროს. თუმცა სიტყვაზე ვთქვათ, რომ ამ ერთ кейსში გვაქვს ესეთი მაგალითი, რომ კლიენტი მოვიდა, უნლიმიტოდ შევიდა და არ იცის როდის გამოვა. დავტოვოთ ეს ასე. ხოლო PlayStation-ზე მოვიდა კლიენტი, რომელმაც იცის, რომ ზუსტად 1 საათით უნდა გაჩერდეს. ამიტომ აქ მოვნიშნავ 1 საათს და მე ავტომატურად მიჩვენებს, რომელ საათზე უნდა დასრულდეს მათი PlayStation-ის თამაში. ეს არის ხანგრძლივობა, რამდენი ხანი არის, უნდა იყვნენ შიგნით და ეს არის 1 საათის ხანგრძლივობა, რომელსაც ავტომატურად აგენერირებს საათის მონიშნის შემდგომ. კარგი, მოდი დავაჭიროთ PlayStation 2 საათს და გავუწეროთ სხვა საათები, მაგალითად 2 საათი და გავუწეროთ აქ 3 საათი. კარგი, მოდი, თავარია ახლა ჩვენ ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გავითვალისწინოთ. როდესაც ეს 1 საათი გავა, შეიძლება მე არ ვიყო იმ მომენტში ეკრანთან და პროგრამასთან არ ვიმყოფებოდე. ამისთვის პროგრამა აუცილებლად შეგვახსენებს ჩვენ და გააჩერებს იმ მომენტში დროის ათვლას, როგორც კი 1 საათი გავა. ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ საათი გადავწიოთ, მექანიკურად შევცვალოთ აი ეს საათი, იმისთვის რომ ანუ 1 საათი არ ველოდოთ, ან თუნდაც 2 საათი არ ველოდოთ, 3 საათი არ ველოდოთ, ამისთვის მე შევცვლი დროებს და დავსვამ ყველა რუმს ისეთ დროზე, რომ რამდენიმე წუთში იგი დასრულდეს და გვანიშნოს, როგორ დასრულდება PlayStation-ის თამაშობები. მე ხელით შევცვალე მექანიკურად ეს დროები, სიტყვაზე 1 საათით გადავწიე დაწყების დრო, აქ 2 საათით გადავწიე დაწყების დრო და აქ 3 საათით გადავწიე დაწყების დრო. შესაბამისად, ყველა PlayStation-ზე დასრულების დრო არის 11:30, ზუსტად 30 წუთი. თუმცა აქ რომ წერია 11:30 წუთი, არ წერია აქ წამები, თუმცა იგი ითვალისწინებს წამებსაც, ამიტომ ზუსტად 30 რო გახდება, შეიძლება არ გვანიშნოს 30 წუთის რომელიღაცა წამზე.
ამიტომ მოდი დაველოდოთ 30 წუთს, ახლა არის უკვე 29 წუთი. და მანამდე შევხედოთ ინტერფეისს, ანუ ერთადერთი ეს სკროლის ღილაკები არის დატოვებული, დანარჩენი, ანუ ვიზუალურად გაქრა, რიბონები და ტაბები არ ჩანს და პირველმა, უბრალოდ მეორე PlayStation-მა დაასრულა მუშაობა. ანუ გავიდა მისთვის 2 საათი, გავიდა მესამე PlayStation-ისთვის 3 საათი, ანუ უკვე კლიენტების გამოსვლის დრო არის PlayStation-ის ოთახებიდან. და აუცილებლად უნდა გვანიშნოს მე პირველმა PlayStation-მაც დასრულება, რადგან რამდენიმე წამში იგი გამოაგდებს წესით, ხოლო ბილიარდის ოთახი არ გვანიშნებს ამას, რადგან მასზე გვაქვს ნულები გაწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ უნლიმიტოდ როა მასზე ჩართული. და ესეც ასე PlayStation-მა პირველმა ოთახმა ასევე გვანიშნა, რომ ამ კლიენტებს გაუვიდათ თამაშის დრო. შესაბამისად, იგი არ გააგრძელებს დროის ათვლას და სანამ მე არ შევალ, თქვათ ოთახში, როგორც ადმინისტრატორი არ შევამოწმებ, გამოდიან თუ აგრძელებენ დროს, მანამდე ეს არის გაჩერებული, თანხასაც არ დაამატებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ისინი უკვე დაამატებენ დროს, მაგალითად 1 საათი იყვნენ შესრულები, გავწმენთ ამას და თუ 1 საათი იყვნენ შესრულები და კიდევ 1 საათი დაიმატეს, შესაბამისად მოვნიშნა 2 საათს. ზუსტად იგივე მოხდება, რაც ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ და შევამოწმეთ რუმის მუშაობა. ხოლო თუ მათ დაასრულეს და აღარ ამატებენ დროს, შესაბამისად მე მივცემ ორდერის ღილაკს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩავიწერ ამ შეკვეთას, ხოლო საათს გავანულებ. ამასაც ასევე ჩავიწერ და საათს გავანულებ, რაც ასევე წითელ ფონს გათიშავს ავტომატურად, ხოლო რაც შეეხება ბილიარდის მაგიდას, რომელიც უნლიმიტოდ დროით იყო ჩართული, მე როდესაც ისინი კლიენტები გამოვლენ ბილიარდის ოთახიდან, მოდი ესეც დავასრულოთ. ესეც ასე და ესეც გავანულოთ. როდესაც ხედავთ ასევე ბიზის ნიშანს, ხედავთ რომ აქ ბილიარდის ოთახში ჯერ ისევ არიან და დაკავებულია. როდესაც გამოვლენ ბილიარდის ოთახიდან კლიენტები, მე იმ მომენტში დავაჭერ ენდის ღილაკს, ანუ დასრულების ღილაკს და ავტომატურად ამომივარდება რომელ საათზე დაასრულეს, რამდენი ხანი იყვნენ შიგნით და ამ დროისთვის რა თანხა უნდა გადაიხადონ საფასური. ხოლო ორდერის შეკვეთაზე ხელის დაჭერა გამიწმენს მე ბილიარდის ოთახს, გამისუფთავებს და ავტომატურად ეს თანხები იწერება არქივში გადადის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ისტორია, რომელ თარიღში რა თანხა შემოვიდა რომელი რუმიდან, PlayStation 2, 3, 1 და ბილიარდის მაგიდიდან. კარგი, ეს არის და ეს. იმედია საინტერესოა და თქვენი აზრი დაგვიფიქსირეთ აუცილებლად კომენტარებში. საინტერესოა თქვენი რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოიყენებდით თუ არა თქვენი სტარტაპისთვის მსგავს ბიუჯეტურ ხერხს. ნახვამდის და დიდი მადლობა.